მოგესალმებით ქალბატონებო და რა გინდათ? მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ წინაშია გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელაია, გადაცემით სულგუგუნი პროფესია. არა, სტოპ. მიდი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. მოკლედ ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანია, რომ მოვიწვიოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ვესაუბროთ ამ პროფესიებზე. დამუღამა. კი ბატონო. მაგრამ სტოპ. ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი არის, რომ სტუმრად მოვიწვიოთ ხვიჩა ტიპს ვისი სახელი შეიძლება რომ შეგეშალოს იმენა და ვისი გვარი შეიძლება რომ ვერ თქვა. ვინ მინდა ხვიჩა კვარაცხელია რაფერ უნდა შეგეშალოს. აი ვიტყვი რა. ახევარი საფრანგეთი ვერ ამბობს, მაგის ახალს და გვარს სწორად ახლა. მალაპარაკე მე. აი ხუმრობა უცებ. ექსპრონტად. მოკლედ ჩვენი მთავარი მიზანი არის გადაცემის რომე მოვიწვიოთ ხვიჩა კვარაცხელია. დაურეკე მე ისე კვარას. დაურეკე. ბიჭო, ამცალიაო ეს პარასკევობი თუ რა. მასე სხვა დღეებში მეამცალია ძმა, იგელიავაზე დავბივარ და ამბებში ვარ რა. მოკლედ ჩვენს ქვეყანაში მოდაში შემოვიდა რაღაც ახალი პროფესიები. მარკეტინგის, პიარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის რაღაცის კიდევ რაღაც სპეციალისტები რა. თვითონ სტუმარმაც ვერ აგვიხსნა სწორად. ამ თემაზე სასაუბროთ კი ძალიან ბევრი ვარიანტი გქონდა. ვკითხეთ ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, ვინც გარკვეულია ამ თემაში. მოკლედ ვინც გვიპასუხა, მაგი მოვიწვიეს სტუმრად. ჩემი გაგინდეს არ მეთქო. მაცადე ბიჭო შესავალი. რა შესავალი? ბლუყუნებშა ჩემო. მიდი. მაშ ასე ჩვენი სტუმარია ვალალოებში ყველაზე ცნობილი ვალალო გობალეიშვილი. ბრავო! ბრავო! აიც! ვალალო! ჩვენ ორნი ვარ დღეს. აუ. მაპატია. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. იგარი ხარ. ჩემო ძმებო. წარმატებებს გისურვებთ. ახალი საქმეა თქვენთვის YouTube ისევე როგორც ჩემთვის. წარმატებით ესე. კი ბატონო. ესე ლიგიდან დაიწყეთ წარმატებით ისე მიყევით. გენაცვალე. მადლობა რომ მოხვედი სტუმრად. ხო, შეგახსენებთ რომ დღეს ვსაუბრობთ პიარის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კიდევ 4-5 რაღაცის შესახებ. თქვი ახლა რაც ხა ვერ მოვიფიქრეთ კითხვა. ამაზე რა კითხვა უნდა მოგვიფიქრეთ. მაგარი პროფესია გვაქვს დღეს არ შეუძლია. ვერ შემოგთავაზებ ვერაფერში. ისე ვალალო, შენს ჩემსავით რო გაიზარდოთ, მე მაგარი ვალალები გექნება. აი, ერთად ვართ რო თქვი. მინდა მოგწონს. მოწონს. სხვათა შორის ამის როლი მოწონს ამ გადაცემაში. უფრო ვიდრე შენ. ხალხს მართლა ესეთი მგონი ვარ. რა მართლა, ესეთი ხარ. კაი, ვალალო, ჩვენ გვაქვს პირფერობები რა, გადაცემაში სტუმარი როცა მოდის, ვეპირფერებით. მოკლედ, ჩვენ ამ პირფერობაში არასდროს არ ვიტყუებით. ამარა აი უნდა მოვატყუოს, სატრედიელი კაცია. აი შენ რა უნდა მოვატყუო, მაშენო შენ ხო? ისე ერთადერთი ვარსკვლავი ხარ, ვინც ვია და აი იცლაპარაკობს. ვაა, ერთადერთი ვარსკვლავი ხარ კიდე, ვისაც შეჩებათი მიმართა. სხვათა შორის კილოზე მიდაგითხრა, რატო არ უმალავ არსად იცი? და რატო ლაპარაკო ყოველთვის ეგ პროჯექტი მქონდა მაგის დამალვის ცდილობა რა. ნუ მაგ შემთხვევაში კილოს დაახლოებით ეს მნიშვნელობა არ ქონია, მაგრამ ახალი ჩაბარებული მაქვს და წამოვედი სატრედიიდან და თავისუფლება სიტყვა რას ნიშნავდა გავიგებდები, რომ თავისუფლება აი უკვე რა და რაღაცა ეგია თავისუფლება. ეგია ცხოვრება და მეც ეს სტუდენტობის ის არის და ბიჭო რაღაც პირველი კურსის სტუდენტები წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. მარკეტინგ ხო? ხო, მარკეტინგის პირველი კურსელები წაგვიყვანეს სადღაც ექსკურსიაზე. ხო და ეს ლუი ამსტრონგი მაქვს ახალი გაგებული და რაღაც რა, რთული მომენტია ეხლა პირველ კურსზე რო გეულობ ლუი ამსტრონგს რა. ხო, ეგ მომენტია და სუფრა 1.40-50 კაციანი სუფრა ასე და რატო არ უმალავ კილოს ეხლა.
სუფრა და გავაჩერე, მეც კაი შეზარხოშებული ვარ უკვე და გავაჩერე ეს სუფრა, რომ აუ მეთქი გაჩერდით ის, მეთქი რაღაცა მუსიკა მინდა რაღაცა, მთელი 50 კაციანი სუფრა გავაჩერე რა. გაჩერდა მართლა 50 კაციანი სუფრა და შევხედე და ლუი ამსტრონგის იგი მინდა რა ქვია. როგორ არ უხდება ლუი ამსტრონგის იგი მინდა რა ქვია. დაიც იგი გინდა. მაქსიმუმ ერაპკაშიას იგი მინდა ლუი ამსტრონგს არ უხდება. ხო რაღაცა. იმის ვერ არ მალავ კილო და ჯიგარი ხარ, კაია. მოდი გადავიდეთ პირფერობებზე, ხო? გადავიდეთ, კი ბატონო. მე ვეტყვი პირველ პირფერობას. მიდი. ჩემი პირფერობა ესეთია, რომ გიყურებდი ძმაო ცეკვავენ ვარსკვლავებში და დღემდე ისე მევასება დღემდე რომ მანქანაში მოსვენ. რა გაყურებინეთ? მაგი არ ვთქვი ბოლომდე. რა გაყურებინეთ? ხო. შენი პირფერობა, როგორი პირფერობა იყო? ხო მოგეწონა? არა, ეს კი, ესაო. გადავიდე პირფერობაზე. გისცემ. რულის ხრეს ემის 358. ო. ვალუტობალაიშვილი. და ეს ყველაფერი უკნიდანაც შემიძლია რომ მიდი თქვი. მაგი ნომერი ვისაა, ხო არ იცი? მაგი ნომერი ვისაა? შენ პროფესიაზე რო გადავიდეთ ახლა, მარკეტინგით რატო დაინტერესდი სამტრედიელიგაზე, ველოსიპედის ყიდვა, გაკიდვას რა დიდი მარკეტინგი უნდა. ჩემ პროფესიაზე ვთხოვ, რომ ვისაუბროთ, ხო? არ მქონია ჩემ პროფესიასთან არანაირი შეხება, ერთადერთი ჩემი თავის გაპიარება ცოტა გამომივიდა რაღაც, ხო? ანუ ისე ეს სასწაულად ეგეც ვერ მომო. სწორად როგორ შეიძლება ანუ რაზე ისწავლე? მარკეტინგის, პიარის და რაზე? კიდე რაღაცა ძელი სათაურია, ხო? ლუკა ვერ გებულობ ეს მე ლაბარაკი. მე დიდი სიამოვნებით უყურებდი ამ გადაცემას, ახლა ჩაუვждებოდი და აი თქვენ გიყურებდით რა. რას ლაპარაკობს, იცი? ჩემო მოლოლო, ახალი შემოსულები ვართ. YouTube-ზე ვართ ახალი შემოსულები. მოგიწვიეთ აქ სტუმრად. პიარი გჭირდება, ბიჭო, გაგვაპიარე რაღაცა, მარკეტინგი რაღაცა. თან დამთავრებული გაქვს ვიცი. ჩვენთან სულგუგუნია. მართლა არ ქონია შეხება. არა, მაგარი ხდება რომ გავყიდოს. რო შეგფუთოს ეხლა. როგორ რეკლამას გაგვიკეთებდი, აი? შენი აზრით როგორი ტიპები ვართ? მე როგორც ვიცი, ხიარულები ხართ და საზრიანები. მაინც დაიცვა თავი. რანერი კაცია. მე როგორც ვიცი, მაგრამ შეიძლება ვიღაცება სხვანაირად რო იციან, იმასთან ეს არ გამოდის ცუდი კაცი. ვინ იცის სხვანაირად, რა იცის? მე გამოვშვი აქეთ. ვინ უნდა დიდი გაგვაპიარე ვალკა. გიჟიო, ხო? კი, კაცი. არა და შეხედავ კაცია. კაი, მაშინ დავიკიდოთ შენი პროფესია რა. თუ შენს არ გინდა მაგაზე და ცეკვავენ ვარსკვლავებზე ვილაპარაკო. ცანცარანცანცანა. ეს ვაკეში რო დაბადებულიყო, იქნებოდა ვაკელების თავზარიყო. თავაკეკო. ცეკვავენ ვარსკვლავებში იღებდი მონაწილეობას, ხო? კი. ესე იგი რანაირი ვარსკვლავი ყავს, სტუმარმა გადაგვაგდო და ეს ყავს. აუ თან არ მინდა რომ მეცინებოდეს და თან მეცინება, ანუ რეალურად რო გითხრა, ეხლა რასაც მე ხუმრობა ვაფშე არ მოწონს და ალბათ ჩემი ხუმრობები უფრო მომწონს. ნენელა ის. ჩემი ხუმრობები ხო უფრო მომწონს. კი, შენი ხუმრობა კი. ავეჭო მარკეტოლოგი. შორს ხარ აწერია არაფერში და ეს რაღაცა ისე ცეკვავენ ვარსკვლავის პერიოდი გაიხსენე. ო, ცეკვავენ ვარსკვლავის პერიოდი კარგი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც სასცენო, ისე ცხოვრებისეულადაც რაღაცნაირად ეს გავიზარდე. იმიტომ რომ ყოველთვის ხო ის დიდი პროექტები მაინც თავისას შვება და გეხმარება რომ პროფესიულადაც გაიზარდო, იქ სასცენო სახე ვისწავლე და ბევრი რაღაც შევიძინე რა. ცეკვის გარდა ყველაფერი ვისწავლე ერთი. ცეკვა ვერ ვისწავლე. წინაზე გეხმარე, თორე ძალიან მაგრად ცეკვავდი და ჩემი აზრით ფინალში უნდა გასულიყავი. ჩემი აზრით უნდა მოგიგო. პირფერობის რუბრიკა დაატრიალეს. შენზე მაგ მაგარი ხუმრობა. აი შოკი შენ რომ მოგეწონება ისეთი რა. დავიწყო? კი ბატონო. ჩართულია ხო კამერები ყველაფერი? კი ბატონო. მოკლედ სამტრედიელი გეპეიშნიკი ბიჭი რომელიც ცეკვავენ ვარსკვლავებში გამოდიოდა და რა არის მაგაში ხუმრობა? მეტი რა ხუმრობას ელოდებით. შენი ნაკები.
შეცდი. ისე ძალიან ბევრი ვიდეოები იდო, ედიტები იდო შენი ცეკვიდან, რა ვიცი. თლიანი ცეკვა. ვინმეს არ დაუდია ეს რომ სამტრედიელი ბიჭის სულის შემძვრელი ცეკვა. არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. არ ყოფილა, ხო, მაგრამ ისე სამტრედიაში სამტრედიული შეფასება, ხო, იყო. სამტრედიაში რას გეუბნებოდნენ? როგორ აი ცეკვა მართლობში რომ გამოდიოდი? აი, ასე ვეუბნები. თქვენ ეხა ასე ყოლე ბელზაღლე. რა უნდა ვიცი. რა ცეკვა და შო. სიანებზე რა ბედადეგი, ვეჯა. ისე ვიღაცაებმა შეიძლება თქვან რომ ეხა მარკეტინგიდან ცეკვავენ მოსკლებში როგორ აღმოჩნდა ეს ბავშვიო რა. მაგრამ მეგობრებო მინდა შეგახსენოთ რომ ვალალო არის ქართული ლიგის წევრი, საუკეთესო მოთამაშის ჯილდო აიღო და შემდეგ ქართული ლიგიდან მოხვდა ცეკვავენ ვარსკვლავებზე. მაგრამ აი ქართული ლიგაზე როგორ მოხვდა ეგ ხსნაერად. გაიცინე შეჩება. ქართული ლიგაზე როგორ მოხვდი? ქართული ლიგაზე რავი ბავშვობიდან თო ანუ რა მაინტერესებს ცი რაღაცები გავიარე ანუ რაღაცები კი მითხარი შეჩემო მაგრამ გენი არ წაგიკითხია და წაგიკითხე შეჩემო რავი ამდენი არ წაგიკითხია შეჩემო და ახლა ისე გამოდის რაღაცა მომცირებ შეჩემო და მეჩხუბების სწავლა შენ არ მითხარი შეჩემო მეღადავეთ მაგაზე და მეც გეღადავებითო ანუ ბაზარი არა მესმის ხო ხტები ანუ საწყენად კი არ აიყო აბა სიცინი ხარ შემო საწყენად კი არ გეუნები მაგრამ ხო უნდა დაჭრა რაღაცა ხო უნდა დაგჭირდა ბიჭო ხო გითხარი წინასწარ რაღაცა ეობა რაღაცა ზივა რა შეშემო და მლანძღავ იყო იქ-საიდან მოხდი აქ-საიდან მოხდი ბიჭო წინასწარ ხო გითხარი რომ რაღაც ისეთი ხუმრობა ავიგე მაგრამ ესენი არ წაგიკითხია შეშემო და ზივა რა გერდა იმაშვევი რა ქვია დამცინი ხარ ანუ კი არ მე ხუმრები დამცინი ხარ შეშემო და რა ვიდა მე ჩოლებრივად ხუმრობა ხო გავიარეთ კაცო ბიჭო არა თქმით მითხარით ხო მაგრამ შენ მითხარი ნახევარი რაღაცა წამიგითხე და რა просто რაღაცა ხო უნდა დაჭრა მოიგო ჩაწერო და თუ არა ასე მითხარი ძმაო არა ხო ივარდაის საიდან ხო რავი ანუ ნამეტანი დამცინი ხარ შეჩემანა ვაფშე ბიჭო ხო გითხარი მაშინ ამოუჭრეთ ამას რა პრობლემაა ამოჭრი და აღარ დაგჭება არაფერი და მთელი გადაცემა ვზივარ და დამცინი ხარ იმას მე თავიდანვე გეთქვა მაშინ ბოლში ხო არა ვარ მაგის და რა იყო თავიდანვე გეთქვა ძმა რა მეთქვა თავიდან რო ეს არ მომწონს და რა ნახევარ რო წამიკითხე წაგეკითხა თავიდან ბოლომდე და გეტყობ თავიდან ბოლომდე რა უნდა წამეკითხა რო შემოდი სტუმარი რომ მოდის რაღაცა ისეთ თემებს ვეუბნები პროსტა რომ აღარ მინდა ბიჭო თემებს ვეუბნები პროსტა სტუმრებს რომ ამ თემაზე იქნება და ხო არ გაგიტყდება ხო გითხარი ამ თემაზე იქნება რომ ვალალო ცეკვავენ ვარსკვლავებში გამოდიხარ და რაღაცა ჩვენი ძმაგაცი ხარ და აი მე მესმის ცოტას ისეთ გეგადავები რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში იქ საიდან მოხდა ხუევოზნაეტო რომ მე თქვი შეჩება აი ეს გადაცემაში დაგიждები ამინ გადაცემაში რა ყვახი აგინდა შეჩემო თუ არ არ გაიწყინოს მაგრამ ასე ბიჭო ხო გითხარი მაგ თემაზე იქნება ამოუჭრათ ეგა კაცო ხო ამოუჭრათ რა პრობლემაა იგი ყოვი რა მარტო თქვენ ხო არ მეხუმრებოდი მე ვიცოდი დავწი თავიდან მე უნდა იმის იდეა იყო არა შეჩემა პრენკი კარგი იყო მეჭებო აბა მარტო ხო არ მეხუმრებოდი აუ ეგია პრენკი ბიჭო არა იმანაც რომ დაიწყოლა არა რასაც გთხოვ მარტო არ მინდა რა გარეცხილი ჭიქა არა ბიჭო გამიტყდა პროსტა რომ გაუტყდა არ გინდოდა გინებები რა გინდოდა არ უელ დავადეთ დავაი წავიდა ბრავო აი ერთად გავუკეთე არა ბიჭო განა ოიცა აბაია ეგ ვაფშე არ მახსოვდა რომ ეს ხალხს პრანკავს პრენკელი ვალალო თორე განა რა არ დავდებდით ვაფშე ხო აქ ერთი გადაცემა კიდე დასალები და იმას დავდებდით პროსტა რა პონტია რომ უტყდება კაცზე გავჩა რა მეკითხები რა ვიცი ძმაო რა რა კითხვები უნდა მქონდეს რა ვიცი ბოლოს ყველას ვეკითხებით გამოვა თუ არა ჩვენგან ესა თუ ის პროფესია რა შენ ახალ შენ პროფესიაზე არ ლაპარაკობ და დავლიოთ რა დაკრა 100 გრამს
გამოვა თუ არა ჩვენგან მარკეტოლოგი, კაროჩი, მარკეტოლოგი არ გამოვა, შეშემო ვერც ამბობდა რა გამოვა. ანუ არ გამოვა, ხო? ჩვენ შემდეგ გადაცემაში დაგიბრუნდეთ. ვა პროფესორი. ჩვენი სტუმარი იყო ვალა ბაკალეიშვილი.